ბათუმში საქველმოქმედო ფონდთან არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფრისა და უფასო სასადილოს შენობა შესაძლოა დაიხუროს პოლიციის თანამშრომლებმა ფონდის ხელმძღვანელს შენობის დასაცავად ვადა 4 შაბათამდე მისცეს. წმინდა ნინოსა და წმინდა ფრანჩესკას სახელობის საქველმოქმედო ფონდი ბათუმში 1995 წლიდან არსებობს. ორგანიზაცია უცხოური გრანტებით და შენობის ნაწილის გაქირავებისაგან მიღებული თანხით ფუნქციონირებს. საქველმოქმედო ფონდს აღნიშნული შენობა საქველმოქმედო საქმიანობისთვის აჭარის მინისტრთა საბჭომ 1995 წელს გადასცა. 2006 წელს აჭარის ახალი მთავრობამ მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თხოვნით სასამართლოს მიმართა. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. 2009 წელს კი იმავე სასამართლომ მოპასუხის დასწრების გარეშე გადაწყვეტილება მიიღო და შენობა მფლობელს ჩამოართვა. ფონდის სასადილოში ყოველდღიურად 100-მდე ადამიანი უფასოდ იკვებება, 10-მდე უსახლკარო კი ღამეს სწორედ ამ თავშესაფარში ათენებს. ერთ კვირის განმავლობაში ჩვენ უნდა დავცალოთ შენობა. რაც შეუძლებელია მარტივი მიზეზით, რომ ჩვენ გვაქვს შეძენილი საკმაოდ 17 წლის მანძილზე საკმაოდ ინვენტარი, ის ჩვენ არა გვაქვს ფართობი, რომ ეს ინვენტარი სად წავიღოთ. გუშინ ქუჩაში 2 ადამიანი გაიყინა. აი ასეთი მდგომარეობა დღესდღეობით და ერთადერთი ამ უსახლკაროების საშუალება რომ გათმენ არის ეს სასადილო. სადაც მოდიან მაგინდაც ხელსაწყოს ჭამენ. მოგცენ საშუალება იმათ რომ ათფეს მაისამდე მაინც რომ დარჩენ და თავისთავად თუ მოგცემენ სანაცვლოდ შენობა დიდი მადლობელი ვიქნები. უფროსი ვაჟი იმდენად კვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქმედმა როა რომ ამ ყველა ამ სახელმწიფოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური ორგანოებიდან დადასტურებული აქვს, რომ ჭირდება 3 მეორე თავდგურ მოვლენს ზრუნველი. ძინავს ხვიზას მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება ამაზე უფრო მეტად მძიმე მდგომარეობაში ეკონომიურად და სოციალურად მდგომარეობა ის სახელმწიფოს რაც აქვს სიღარიბის პროგრამა იმაში ვერ ხვდები უფასო მუნიციპალური სასადილოდანაც გამოგვაძევეს შეგვიფარა ბატონო აგერ სვეტლანა კუთბამ და ეხლა ამასაც ვკარგავთ. ის რაც დღეს ხდება არა აქვს ამას მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური პარტიის წევრი იქნება, ეს არის აღმაშფოთებელი და ჩვენ მივმართავთ აჭარის ხელისუფლებას, პირადად ლევან ვარშალომიძეს, რომ გამოიჩინოს გულისხმიერება და იქნებ როგორმე ეს სამთარი მაინც არ გავამწაროთ ეს ხალხი.